საყვარელია. ეხლა გადადოდა სახები. ომერად ხანი. ნოცია წაღანიგი ციციან თელას ვიდეოებს რომ რამდენია ბენზინი ჯერ შემოგეზიარეთ? იქ ისა იგი იყო რა ქვია. კაივა დაუფრა ის. ის არ იყო მიკროფონი ჩართული. მიკროფონი არ იყო ჩართული. აი ეს არის ძღოლი. გამოიწია. ჩანს არ ვიცი. აი კი ჩანს. ნოცი გამოიწია ბოდიში. ხო და არ ვიცი რა. ეხლა დავედით. საცილო ბარაგებო. ნუ სამ ძალიან ამომწურავად აღვიხსნა ყველაფერი, ამიტომ ჩემგან მეც რაღაც დავუმატებ. ეხლა ჩავადგა. მოკლედ, ეხლა ჩავასწრებ ბენზინი რა. რამდენი არის? 100. 100 არის რა? ბენზინი. არა, ევროდიზელი. ხო, ევროდიზელი რა. ხო, ეს გზა ძალიან გაგვიგზელდება ეხლა. იმიტომ რომ არის ღელე ღურდარი. და მათ მივდივარ. ღელე იპირში მივდივარ. ხო და ძალიან გაგვიგზელდება გზა. და მამასთან გინდა? მე დავგიბრუნებით. ხანია ჩემთან. თითქმის და ცოტა დაგჭირ. ცოტა დაგჭირ. აი ამ დინარაში უნდა ვიბანაოთ ეხლა ჩვენ, მაგრამ აი აქედან არა. აქ გონი მეწყერი იყო. ხა? ის ხეთია. არა, უფრო მანქანას აქვს ნამუშევარი. Burdani. Молодец. ეხა გავძდეთ უნდა. და? რა უნდა ჩამოთ? მე უნდა და ჩავხდეთ დინარეში. აქ ის მოვედით. გარდა ჩამოვით, არა? აქ კიდე არის ულამაზესი სიცარები თუ რაღაცა თქო რა აზია. ჰა? სალამი. საწავიდა ისიც არის, ნახოთ. ეხა უნდა გავძდეთ. აი. ხოდა ნახოთ რა სიგრილეთან. თავი სიგრილე სინდრო სასხელივა. ზაი. რა, ხოთე. Beppo! Anzi, c'è vista da ris! Alla da kai saro დაგუბებულია და აკაგურებს. ვაზე გიშნა მოვინა. ვინა ხაზვა? ეხლა მარა ხოია ის ლამაზად ისა. ძალიან დიდი ქვებია და იო მოგეწონა. ისა, იტალია საბანაო. ძალიან მაგარი. ლამაზი. ხო, ერა საცურაო, ერე იქნა იბანა. ამან გარჯობა. მე დღეს უნდა ვიბანაო და გიორგი იმედია გადაიღებს ჩემ ბანაობას, ხო? კი. გადაიღებ. ამ ესეთი ბანაო. მშია. გიორგი რა გადავიღოთ იცი? რამდენი ლარის იქნება? აი ბატონო. ხოლოს შეიძლება ვინც გადაიღებს. არა. ეს შემარგეთ ეს. აღარ გელაპარაკები მე. აღარ გელაპარაკები. აღარ გელაპარაკები. რომჩიდერი მაშინ კაი ბაბუა ვარ. აღარ გელაპარაკები. აღარ გელაპარაკები. მოდ. ჩანა. ეს გიორგის ისა კამერა. ვიდეოა და მე ფოტოებსაც გადაგებ. ხო, ამდენი ხანი ვიდეოს.
სამი ოჯახი სამი ვიდეოა. ანადაფინი როდესაც შვილებს ოქტომბერში ასე რომ ანამდე კვირაში ერთხელ გავდივართ ბუნებაში დასასვენებლად ყველა ვერთობით ასე და ძალიან გვახარებს ეს ყველაფერი. კარგია გენაცვალე. შენი მეუღლე. ნიტარა შვები აწვალებ ბიჭებს. დღეს დედას რაღაცა იტოა. გაჩეს. დაღლილი ვარ და ნაცნალები გვინდა რამე? თქვენი ბავშვი. დაგინდა დე ნანრის სამაჯური? უკვე ვაუ, თქვი? არა, ვაუ, თქვი? მაგარია მე ხელს ნახე როგორ დაუჭირება ის ხوارზე გვეკვეთა. ია ნახე რა ვაკეთებ ხელს ვიჭერ ცოცხალი ხელი მოიცადე მაგარი დაასტრაფები არიან. ვერ ვიჭერ შენ მალა დამაგრად უყურს თევზირო მიდი მაგარია შანსია დაყეკო მაგარია რეალებს ხელში ქართალ რამაშინია იცი? ურმარილი. თემრიელი ძალიან შიოდა და შევირგე დარეკომენდირებთ? ნიტა თქვენ? თქვენ? გამარჯობა მეგობრებო, ეხლა ვიყავით ხელეგურდანში, საქართველოში, აკარის რეგიონში, კერძოდ ერგეში. ჭამეთ თებო ოჯახმა, მივხვდით, ესე იგი, რა თქმა უნდა შეგვეძლია 2-3 წილა. კიდე პამბოლისა 3, მჭადი, ყველი, ხაბაბი და ხაჯაპური 2. ასევე ლიმონათები და წყლები. ნუ ეხლა ეს პრობლემაა ხატა. მოკლედ ჭამა დავიწყე კიდე პამბოლის სალათით, ყველით. მჭადმა ცოტა დაგვიგიანდა, ცოტა ასე რა, მაინც რაღაცა ისეს და მაშინ დედა ჩემმა თქვა, რომ კუჭი შეინახეთ, კუჭიო, რომ მოვა აუცილებლად კიდევ საჭმელები. და ჩემი ამას რომ ამბობს, ესე იგი უნდა გააგდო ჩანგალი ყბიდან და უნდა დაელოდო. შემდეგ მოვიდა ხაჯაპური. ხაჯაპური დადებისთანავე სულ ვიყავით 9 კაცი. ხაჯაპური დადებისთანავე შეიჭამა ეგრევე, აი ეგრევე შილე. კი მაქვს კი. ხაჯაპური დაიდო თუ არა ეგრევე ნაწილ-ნაწილ ავიღეთ. ნაწილ-ნაწილ ავიღეთ და უკვე აღარაფერი აღარ იყო დარჩენილი საოცრად. შემდეგ უკვე მოვიდა წიწილი. წიწილის ერთი პატარა ნაწილი ავიღე. მე ზოგადად წიწილი არ მიყვარს, ქათამხლოვი ჭამა რაცა ერთად, მაგრამ მე ხა ესეთ პროდაში რო ხარ, უნდა აიღო და უნდა მიირთვა. ჭამე არც ისე მომეწონა, აი ჭალაში რო ვიყავით, უკეთესი იყო ჭალა. ჭალას შემწვარი წიწილა უკეთესი იყო. ჭამე, მე გიოს ხოვე რომ მე გამახსენდა რომ ლიმონათი ესხა ჭიქაში და მე ლიმონათი ვერა და ჩემი წყლის ჭიქა ვინე იყო ლაუბრაზდი ცოტა უხეშად მომივიდა, მაგრამ ნუ მაინც დავლია ჩემი კუთვნილი წყალი, რას მერგებოდა შემდეგ და აი უკვე სუფრის ბოლოსკენ მოიტანეს მჭადი და მე და ჩემმა ავიღეთ თითო მჭადი. იდო მხოლოდ ერთი slice of cheese, ანუ ყველის პატარა ნაწილი და გავიყეთ დედაშვილმა ორად. დედაჩემმა პირდაპირ ჭამა და ყველთან ერთად მე უბრალოდ მჭადი შუაში გავჭერი და ყველი ჩავდე, დავადე და მჭადი ხო ცხელია და ცოტა ყველი რო ჩადნა, აი ისეთი გემრიელი იყო, რომ
აი მოკლედ თავარი იდეა და აზრი რა იყო ამ ჩემი სამწუთიანი ვიდეოსი, 3 და რაღაც წუთის, რომ ჭადს, კიდე პომიდორს და ყველს აფე არ მიჩვენია სამყაროში. დაიმახსოვრეთ ჩემგან 3 რამ. ყველაზე კარგი სამი მთავარი რაღაცა, არ უნდა იყოს მშიერი, უნდა დაიბანო და ძილი. ჭამა, დაბანა, ძილი. ეს 3 კომპონენტი აბედნიერებს ადამიანს. კარგად იყავით მომავალ შეხვედრამდე. всё, ეხლა გამოსწორდა ანდრე თავიდან იბაზრე. თავიდან სამწუხაროდ შეუძლებელი არის ამის საუბარი, მე რაც ვილაპარაკე, მაგრამ მე ოსმოსი მჯერა, რომ მიკროფონის გარეშეც კარგი ხმა ექნება. და შემდეგ ვიდეოებში ჩვენ რაღაც ტექნიკური პრობლემები გვქონდა ხმასთან დაკავშირებით, ეს პრობლემა უკვე აღმოვხვრით. და ის უთხარ რომ ჯგუფი მოვიწვიეთ, მაგისთვის პრობლემა ჩვენ დავრეკეთ ჩინეთში. DJI-ის გენერალ დირექტორს ვესაუბრეთ და იმან სინძიპის დიახ და იმან გითხრათ ქვეყლებო, აი ამას დააჭირეთო, აი ამ ღილაკს დააჭირეთო და დავაჭირეთ და სასწავლებლად ჩაერთო. ჩინურად ყლებო არის ოჰიო. ანუ მრავლობითი ოჰიოი. ოჰიო არის ისა. კი. ანუ ქვეყლებო. ოჰიო. ჩინურად. კი ბატონო. და თქვენ თუ იცით როგორ არის ქალბატონო ჩინურად? ქალბატონო ჩინურად არ ვიცი და ქალბატონოინგა, ტაიტაინგა. მე ვიცი ჩინურად როგორ არის ბიძაშვილი. შენ გონია ვიხუმრე ტაიტაია. ტაიტაია. ხო, არ ვიცი. მე ვიცი ბიძაშვილი როგორ არის. ტაიაშვილი. ტაიაშვილი ეს აჭარულია. და ტაიტაი არის ქალბატონო. ჩინურად იცი დინარისპირას როგორ არის? ღელბერ. ღელბერში. ანუ ჩვენ ვზივართ ახლა ღელი პირში. ეს ნიშნავს ღელე გვაქვს პირში. ანუ ღელი პირი. ანუ ისე ახლოს ვართ ღელესთან? რომ ჩავიდეთ პირში ჩაგვეგუბება. სავარაუდოდ. წავედით. ადმიდიან, სად? ჩვენ ვიმყოფებით, ხო? თავიდან, ახლა ჩავშვა. გამარჯობა მეგობრებო, ეხლა ჩვენ დღეს ვიმყოფებით ღურდანში. მოდი ეხლა ჩვენ გავესაუბროთ იმ ადამიანებს, რომელმაც მიიღო უკვე ამ დაწესებულების საკვები მასალა კუჩში. სად? ამოცვაში. გამარჯობა, თქვენი სახელი? საკვები ნედლები. თქვენი სახელი? ჩემი სახელი ჯიბი. ჯიბი. ბატონო ჯიბი. როგორ მოგეწონათ ღელეღურდანი? It's cool, very nice. Very nice. თქვენ რამდენი ენას ფლობთ, რადგან ქართულად გითხარით და ინგლისურად მიპასუხეთ? 5 ნახევარს. 5 ნახევარს. შეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ 5 ნახევარი ენა? ქართული, ინგლისური, გერმანული, თურქული, რუსული და ნახევარი? ნახევარი სომხური. სომხური. როგორ არის სომხურად შეგერგოს? ფარენცეს. ძალიან კარგი. დღეს მიღებული რა მაინტერესებს, იცით? თქვენ ეთყობა მხოლოდ პირითაც არ გიჭამიათ, რადგან მაისურზე დასრული ხართ და ეთყობა, ჟანგებია, ბოდიში და რა მაინტერესებს, ორგანიზმს როდის დატოვებს დღევანდელი მიღებული თქვენი საკვები? ეგ უკვე დამოკიდებულია ჩემს კუჩზე, რამდენადაც მოეწონა. კუჩზე თუ პროჭზე? პროჭზე. ძალიან კარგი. წავედით. რასაც მირბიღარ ჟურნალისტი მე ვარ. გამარჯობა, აი ეხა ჩვენ სრულიად შემთხვევით შევხვდით დედაშვილს. გამარჯობა ქალბატონო, ძალიან კარგი რომ ბავშვი მომეცით, მაგრამ ვინახართ? რატომ მიჭირავს ბავშვი? გამარჯობა. წამოდი აბა. წამოდით მეგობრებო, ბავშვი შეგვჭა. გამარჯობა. აი ეხლა ჩვენი ოჯახის ბურჯთან, ქალბატონ ინგასთან მივალთ და ფინანსურ დირექტორთან და გვეტყვის თუ რამდენი დაждდა დღეს ჩვენი ხვალინდელი ტუალეტში ყოფნის დღეები. გამარჯობა ქალბატონო, მოვედით თქვენთან. რამდენი იყო თქვენ როგორც ჩვენი ოჯახის ფინანსური დირექტორი და ოჯახის ბურჯი, რამდენი დაждდა? 344 ლარი. აქვე ჩვენ წყვიტავთ აქვე ჩვენ წყვიტავ ჩვენს რეპორტაჟს, რადგან გასაქცევები აღმოვჩნდით უცებ. იგი 100 ლარი დავდეთ ოჯახმა და 45 ლარი მოუწია ჩემ ძმას, იმიტომ რომ დასა ოჯახებელია.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამის ძმა არ ვარ. ვიუარე. წამოდი ვინების ვილების კარტერი. თუ გინდათ ააშენოთ ვილა, უნდა მიმართოთ ენვერის. გამარჯობა ბატონო ენვერი უზანდებით მოგადექით თქვენ. როგორ მოგწონთ პრიროდაზე ყოფნა? ძალიან კარგია, ძალიან კარგი. საქართველოს არაფერ ქვეყანა არ ჯობია. ტურისტებთან ვაპირებთ მის ლევანდელი გადმოსახედიდან გამომდინარე. აღნიშნა, არა, ჩავერთვები და აღნიშნა, რომ ბატონ ენვერს თუ არ მიმართეთ დღეს საქართველოში ვილას ვერ ააშენებ. თუ გინდა აჭარაში გვაქვს ერთი გამოსადგა, გინდა ვილა მიმართე ენვერის. ელი და ბეჭედი ერთმა. აუცილებლად. გაიხარეთ ბატონო ენვერი, გაიხარეთ. ძალიან კარგი. კარგად, დასვიდანია, goodbye. ივსო დავა დაბროვა, თუ როგორც არის, როგორც საქართველოში იტყვიან. დასვიდანია. კაი, გაცი. შენი ღელეღურდანის ვიაჟი დასრულებულია. მაიცა ჩუხჩუხის ხმას მოვისმინოთ უცებ. აი. ასეთი იყო ჩუხჩუხის ხმა. როგორი იყო დღევანდელი დღეგიო? დღევანდელი დღე იყო შესანიშნავი. ანუ кейფი თორე დღე არ დამთავრებულა. კი ბატონო. ესე იგი თანხობრივადაც ძალიან კარგი იყო. 100 ლარი დაგვიჯდა ოჯახს. 100 ლარი დაგვიჯდა, რომელიც ასას ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი თანხა არის 100 ლარად ამობეყვა. 100 ლარად ამობეყვა ძალიან კაია, მithomეთ ასეთი კარგი და გემრიელი საჭმელი თორე. რო იყოს ისეთი საჭმელი, რომელიც კარგი და გემრიელი არ არის და არასახლური. არასახლური. მაშინ 100 ლარი ძვირი. მაგალითად მაკდონალდსი. ახლა ამ ქოხს გადავუღე, ეს არის ძველი სახლი, რომელიც არ დანგრეულა და აჭარული სახლი არ დანგრეულა და აგერ მეგობარმა დადგა ლამაზად რომ დაანახოს ადამიანებს როგორი იყო ძველი ესე რა ვთქვა სოფლური ცხოვრება. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ძეგლების არსებობა ჩვენს ქვეყანაში. იმიტომ რომ ეს ინახავს კულტურას, ისტორიას, გადმოგვცემს თითოეულ წელს. ეხლა მაგალითად რომ დააკვირდეთ აგურია და ზემოთ არის ხის. რატომ არის ეს? აბა, ვინ მეტყვის? ამას მეტყვის ჯაბა. რატომ აშენებდნენ აგურს და შემდეგ მეორე სართულს ხეს? იმიტომ რომ მეორე სართულზე აგური ვერ აქონდათ. ლოგიკურია. შეიძლება ასეც ითქვას. მოკლედ ხალხო, ძალიან საყვარელი სიცილო. ანუ ხალხო, ძალიან საყვარელი ქათამი. იმენა ბურთყლი. ანუ ხალხო, ეს იყო ჩვენი დასასრული ამჯერად. მოკლედ, ველაპარაკე. მეც. მოკლედ ხალხო, ეხა ძალიან მივდივართ უკვე თითქმის დასრულებულია ეს თამაში. თამაში რაღა იყო. მოკლედ დღე ძალიან კაი დღე იყო. და უკვე მეორე კვირაზე წავედით და მეორე კვირასაც ვიღაც რესტორანში. ჩვენ ჩავხდით ბიზნესში. ნახავდით. ბარიგა მოსიშული. ამის გამო დაგიჭერენ რა. ჩვეულებრივი ბარიგა. დედნადები გიწერია ამაზე? დასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა, გარდახტეს გავლეს სოფელი, ნახეთ, სიმუხთლე ჟამისა. ვის გრძლად გონია, მისთვის არის ერთისა წამისა, წერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა ამისა.